სანიაღვრეს სისტემისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დღეს აღმაშენებლის ქუჩა ტაბიძის ქუჩის კვეთიდან კვლევით ინსტიტუტამდე მთლიანად კვლევითიდან კი ბაგრატიონის კვეთამდე ნაწილობრივ გადაიკეტება. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით ქუჩებზე მოძრაობის შეზღუდვა დაახლოებით 25 დღეს გაგრძელდება. შეიცვლება მიკროავტობუსებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც. ისინი აღმაშენებელი ტაბიძე ლეონიძე მეგობრობის გამზირი ბაგრატიონის ქუჩით იმოძრაობენ. ტრანსპორტზე მიმართულების შეცვლით გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობენ აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდეგ აღმაშენებლის ქუჩის მომდევნო მონაკვეთი გადაიკეტება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი ქუჩა მთლიანად მოასფალტდება. თემის დეტალები მთავარ გამოშვებაში. ნაწილობრივი შეზღუდვა იქნება ბაგრატიონის ქუჩისგან კვლევით ინსტიტუტამდე, მთლიანი შეზღუდვა იქნება კვლევით ინსტიტუტიდან ტაბიძის ქუჩის კვეთამდე. დაახლოებით 20-25 დღით შეიზღუდება მოძრაობა. მიმდინარეობს სანიაღვრეს სისტემის რეაბილიტაცია და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი არის ქუჩის გადაკეთება. მოძრაობა მიკროავტობუსებისათვის და ავტობუსებისათვის რა თქმა უნდა შეიცვალა. აღმაშენებლის ქუჩიდან მომავალი ქალაქისკენ მოძრაობი ავტობუსი სავაჭრო ცენტრიდან ივლისს ესე ტაბიძის ქუჩა ლეონიძის ქუჩით შემდეგ მეგობრობის გამზირის გავლით ბაგრატიონის ქუჩა და ისევ დაუბრუნდება აღმაშენებლის ქუჩას და გააგრძელებს არსებული მარშრუტის მოძრაობას. მაქსიმალურად ვთვლობთ, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა და მაქსიმალურად მივიდეთ იმ დასახლებულ პუნქტებამდე ახლოს მიკროავტობუსები და ავტობუსები.